დღეს ჩვენს ადამიანებს თვალს თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები საკანონმდებლო ორგანოში თქვენ რა სიტყვით აი ყველაფერზე რაც ძალადობენ როგორც პარლამენტში შიგნით ასევე პარლამენტს გარეთ ამაზე დგანან თავიდან ბოლომდე მთელი არსი ამ რეჟიმის ამ ხელისუფლების რეჟიმის სხვა ერთი არ იციან არაფერი და მეორე როც იცოდნენ სხვა გამოსავალი არ აქვთ ძალაუფლების შენარჩუნება სურთ ძალაუფლებას სხვანაირად დარწმუნებულები არიან რომ ვერ შეინარჩუნებენ თუ არა ძალადობა თუ არა არ ვიცი წმენაში ადამიანების გადატეხვა მაგრამ ყველაზე ძიმე ტრაგიკულს მათთვის შეცდომასა სწორედაც რომ აქ უშვებენ იმიტომ რომ ძალადობით ხელისუფლება ვერ შეუნარჩუნებია ყველაზე ბრუტალურ რეჟიმებსაც კი თელზე დედამიწაზე გამორიცხულია ისტორიულად ეხა ნებისმიერი რეჟიმი რო ავიღოთ ძალადობას რომელიც მიმართავდა და რა თქმა უნდა კიდევ უფრო სისხლიანი რეჟიმები მოხდებოდა უბრალოდ საბოლოო ჯამში ეს რეჟიმები ვარდებოდნენ ძალიან მტკივნეულოდ ვინ ამარცხებდა ამარცხებდა ხალხი იმ ერის წარმომადგენლები ვისანი და ამავე დროს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დღეს რა ვითარება გვაქვს შეხედეთ საერთაშორისო თანამდებობებას რა პოზიცია აქვს მათ ამ მოძალადეებთან მიმართებაში ადამიანები ვინც თუნდაც რამდენიმე თვის წინ ჩვენ პარტნიორებს გულისხმობთ ოპოზიციას მათი გადმოსახედიდან სამართლიანად ვთხოვდნენ მიუხედავად ყველაფრისა რომ პარლამენტში შესულიყვნენ და პროცესები იქ გადანაცვლებული იყო დღეს მათ რა პოზიცია აქვს ხო და რა განცხადებებს ავრცელებენ ამ მოძალადეებთან მიმართებაში არა ეხლა დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ იყო იმის დასტური რომ იქ ადამიანები არიან რომელსაც არანაირ პრეტენზიას არ აქვთ რომ ოდესმე პოლიტიკა აკეთონ უბრალოდ შეაჩუჩა შეაგროვა ბიზინა ივანიშვილმა რაღაცა ჯგუფი და აკომპლექტა სპორტსმენები და არ ვიცი სხვადასხვა შეძლებული ადამიანებით და დღეს ქონდათ დავალება რომ ყოფილიყვნენ მზე აგრესიულები და ნუ ეხა იგზნობოდა რომ რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით სამიზნეს ქვეშ ვიყავით ხო და სპორტსმენი ეხა ანუ რატო გონიათ რომ რა ეს ყველაფერი მათ სასიკეთოდ აისახება ხალხო რატო გონიათ ან ვინმე დაიხევს უკან მათთან ამ უსამართლო დაპირისპირებაში ტყვია რომ გვესროლონ ამ ტყვიაზე უკან არ დავიღებთ იმიტომ რომ მართლები ვართ და ჩვენი დამაცხება არის უბრალოდ შეუძლებელი აგერ ჩვენ და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს წელს და ვინ იქნება გამარჯვებული ქართველი ხალხი კომელაური ღარიბაშვილი თუ ივანიშვილი